ბათუმის იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის რეფორმის უწყებად შორისი საბჭო შეიკრიბა. შეხვედრაში იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, პრობაციის, სასამართლოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბჭომ სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები განიხილა და არასრულწლოვანთა სისტემაში დანერგილი სიახლეების პრეზენტაციაც მოაწყო. შეხვედრის მთავარი მიზანი არასრულწლოვანები აარიდონ დანაშაულს, მათთვის შექმნას მაქსიმალურად ჯანსაღი გარემო და დანაშაულის შემთხვევაში მათ რეაბილიტაციისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცათ. მიზანი არის სახელმწიფოს ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს სისხლის სამართლის რეფორმას და ყველა იმ მიმდინარე პროექტების კოორდინაციას, როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის, ასევე იმ პროექტების მიმართ, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო სექტორი და ასევე საქართველოში მყოფი საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორი ორგანიზაციები. ამ დროში ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იუსტიციის სფეროში ახლა ყველაფერი იცვლება და ამას სახელმწიფო მხარს უჭერს. მე მივესალმები ამ ფაქტს. იუსტიციის რეფორმის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა შეუძლია. მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. მისი მეშვეობით მეტად შესაძლებელი გახდება ციხეში არსებულ პრობლემებში გარკვევა.